ჯაზ მუსიკის ლეგენდა თბილისში ჩიკ კორეა საქართველოს უკვე მეორე ეწვია მუსიკოსმა დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის რიგით მე-15 ჯაზ ფესტივალი დახურა. ფესტივალი 21 ნოემბერს ჯაზ ვოკალისტმა დიდი ბრიჯვოტერმა გახსნა, შემდეგ კი კონცერტები ჯეკ დიჯონეტმა და ნილს ლანგრენმა გამართეს. საკონცერტო დარბაზში იმყოფება ჩემი კოლეგა თიკა წერეთელი და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთება. თიკა, როგორია განწყობა? მოგესალმები, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. მოგესალმებით, თორნიკა. ჩიკ კორეას კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში ეს წუთია დასრულდა. ღონისძიება დაგეგმილზე ოდნავ მოგვიანებით დაიწყო. ჯაზ მუსიკის ბოლო 50 წლის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოში ქართველი მაყურებლის წინაშე ისეთ მუსიკოსებთან ერთად წარდგა, როგორებიც არიან კრისტიან მაკბლაიდი და ბრაიან ბლეიდი. განსაკუთრებული ემოციების ქვეშ იმყოფებოდა ქართველი მაყურებელი. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ესეთი შემადგენლობით, როგორითაც დგას, იგი წარსდგა საქართველოში მაყურებლის წინაშე. იგი დიდი ხანი არ ყოფილა. კრისტიან მაკბრაიდი და ბრაიან ბლეიდი თავისთავად ძალიან დიდი არტისტები არიან და ძალიან სასიხარულოა, რომ მოახერხეთ და ზუსტად თბილისის ფესტივალში მოხერხდა ამ შემადგენლობით მისი მოწვევა. 70-იანი 80-იანი წლების მუსიკა ამ კაცის ფაქტიურად ლიდერობით იქნებოდა, ერთ-ერთი წინამძღოლი იყო. იგი მონაწილეა იმ საეტაპო ჩანაწერის, რომელიც მაილს დევისმა გააკეთა 79 წელს. ბიჩის ბლუზ ანდეს დაიწყო ჯაზ ფიუჟენი, ჯაზ როკ ფიუჟენი. ელექტრონულ მუსიკას ასრულებდა წავიდა, მაგრამ შემდეგ გადავიდა აკუსტიკურს და შემდეგ ის ელექტრონულს, ეხლა ისევ აკუსტიკურს უკრავს. უზარმაზარი ერუდიციის, მუსიკალური ერუდიციის კაცია. შესანიშნავი ასწავლი ყავს კონტრაბასისტი კრისტიან მაკბრაიდი, რომელიც თბილისში დამყოფია მანამდე, ძალიან კაი კონტრაბასისტი. ფესტივალი რამდენიმე წუთში უკვე ივენთ ჰოლში გადაინაცვლებს, სადაც ჯემსეიშენი გაიმართება. ჯემსეიშენში მონაწილეობას მიიღებს ბექა გოჩიაშვილი. მე შეგახსენებთ, რომ ბექა გოჩიაშვილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელიც ჯულიარდში სწავლობს. ბექა დღეს სპეციალურად დღევანდელი ღონისძიებისთვის ჩამოვიდა თბილისში. ის ქართველ ჯაზ მუსიკოსებთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე. აგრეთვე კიდევ ერთი ახალგაზრდა პიანისტი გამოვა სცენაზე, რომელსაც ასევე ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჯემსეიშენში დღეს შესაძლოა მონაწილეობა თვით ჩიკ კორეამაც მიიღოს, ასე რომ ძალიან საინტერესო საღამო გველის ჯერ კიდევ წინ იმის შესახებ თუ როგორ დასრულდება თბილისის რიგით მე-15 ჯაზ ფესტივალი, მე-9 ხის მაყურებელი უკვე ხვალ შეიტყობს. მადლობა თიკა, ეს თიკა წერეთელი იყო.